Medicamenteების ფირფიტებში შეფუთული 427 კაფსულა ნარკოტიკული ნივთიერება ხელბარგით შემოიტანეს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე 3 ადამიანი შეაყოვნეს. დამატებითი შემოწმების შედეგად კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს მიაგნეს. 3-დან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც ქუთაისში ვიზიარის ავიარეისით ჩაფრინდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი დიდი ოდენობით მედიკამენტები საქართველოში შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღკვეთეთ. საბაჟო საზღვრისმკვეთი პირების, მათი ბარგისა და სხვადასხვა დასახელების საქონლის მიმართ უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც გაგრძელდება. ქრონიკის ინფორმაციით დაკავებულებმა აკრძალული ნივთიერებების საზღვარგარეთ შეიძინეს და საქართველოში ბაზარზე გასაყიდად ემზადებოდნენ. პროკურატურა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების სიას ასაჯაროებს. 3-ვე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, მეთადონს, ტრამადოლსა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება პლეგაბალინს, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს. დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე წარედგინათ.